ამ ვიდეოში გასწავლით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ჩანთის ქსოვისას აუცილებლად გამოგადგებათ. ეს არის მყარი ქსოვის ტექნიკა. სტანდარტული ქსოვისას მეოთხე თვალში ორთავე ძუა უნდა გაატაროთ, თუმცა ნახავთ, რომ ნაქსოვი მყარი არ იქნება. უფრო კარგად აღსაქმნელად ნაქსოვს მეორე თვალსაც დავუმატებ. ანუ მარცხენა და მარჯვენა ძუას დავუმატებ თითო თვალს, მესამე თვალში კი ორთავე ძუას გავატარებ. ახლა კი მყარი ტექნიკა ვცადოთ. მეოთხე თვალში, როცა ძუას გაატარებთ, სწორედ ეს ძუა უნდა გამოატაროთ ისე უკან და გააკეთოთ ყულფი. ამ ყულფში უნდა გაატაროთ მარჯვენა ძუა. ნაქსოვი კარგად დაჭიმეთ და ყულფი მძივში მოათავსეთ. ახლა კი ნახავთ განსხვავებას, რამდენად განსხვავდება მყარი ნაქსოვის თვალი სტანდარტული ნაქსოვის თვლისგან. მარტივად გასაგებად კიდევ ერთი თვალი გავაკეთოთ. მარცხენა და მარჯვენა ძუას დავუმატეთ თითო მძივი, მესამე მძივში გაატარეთ ძუა და სწორედ ეს მარჯვენა ძუა გამოატარეთ ისევ უკან, ანუ გააკეთეთ ყულფი. ამ ყულფში უნდა გაატაროთ მარცხენა ძუა. დაჭიმეთ ნაქსოვი და ყულფი მძივში ჩამალეთ. როგორც ხედავთ, ნაქსოვზე ხელის გაშვებისას მძივები არ მოძრაობს და მყარად დგას. სწორედ ეს არის მყარი ქსოვის ტექნიკა. სტანდარტული ქსოვისას კი აი ასეთი მსუბუქი და მოძრავი ნაქსოვი გამოდის.